უკრაინას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მიმდინარე წელს ევროკავშირს უკრაინისთვის გამოყოფილი აქვს რეკორდული რაოდენობის სამხედრო დახმარება. ევროკავშირის სანქციებმა უკვე წაართვა რუსეთს ობის დაფინანსებისთვის საჭირო 100 მილიარდი ევრო. მალე მივიღებთ ახალ ზომებს, რაც მიმართული იქნება რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ისედაც სუსტია, თუმცა კიდევ უფრო მეტად დავასუსტებთ. შესაძლოა ოდესღაც დრო რუსეთის მხარეს იყო, თუმცა ახლა ის უკრაინის მხარეზეა. თითოეული ევრო, რომელსაც ჩვენ რუსეთს ვართმევთ, არის იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ამ თანხის ომისთვის გამოყენება. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ბრძოლის ველზე უკრაინას შეუძლია შეცვალოს მოვლენათა განვითარება რუსეთისთვის. კრემლის ზაფხულის შეტევა ჩავარდა მის მინიმალურ ტერიტორიულ მონაგარს თან ახლავს დიდი დანაკლისი. ყველაფერი ეს უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის დამსახურებაა. ახლა რუსეთი ცდილობს აანაზღაუროს სამხედრო წარუმატებლობა უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმებით. ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად უკვე გამოყო 800 მილიონი ევრო ამ ზამთრისთვის. მუშაობ დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რაც საჭირო იქნება გენერატორებისთვის, თავშესაფრებისა და ცივი ამინდებისგან დასაცავად. როგორც მინისტრ სიბიჰასთან განვიხილეთ, რუსეთმა გაანადგურა სწრაფი მშვიდობის ყველანაირი იმედი, ამიტომ ჩვენ გრძელვადიან გეგმებზე ვმუშაობთ. ევროკავშირი უკრაინის სამხედრო გაძლიერებაზე მუშაობს და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გამოყოფს 2 მილიარდ ევროს. ჩვენ ასევე გავაფართოვებთ უკრაინაში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მანდატს, რაც მოიცავს კიბერუსაფრთხოებასა და ვეტერანების მხარდაჭერას. ვინაიდან რუსეთის ომი გრძელდება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის.